ყარიბაშვილს, რომ ნამდვილად იქნას გადახედული არასანია საკითხი. იმიტომ რომ ყველა უკვე იმას აჭარბებს მისი განცხადებები. იმის მაგრად რომ რაღაცა აღიაროს ის პრობლემები. ეხლა რა თვალებს ვიბრმავებთ ხო რომ რაც პრობლემებია, ხო ჩანს, ხო გამოდის ეს ყველაფერი რა. ის კომპანიები, რომლებსაც დავალებული აქვთ კვების პროდუქტები შემოტანა, ეთყობა უხარისხო პროდუქცია შემოდის, შემდგომ ამაზე ეთყობა ფული კეთდება, ამის ეჭვი არსებობს. ის ტენდერები კიდე რომელიცაც გვაქვს საუბარი შეიძლება აქ არა მარტო ალასანიას, არამედ მოქმედი ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირების, ოჯახის წევრების გარკვეული ინტერესებიც გამოიკვეთოს აქ. თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მე ვიტყოდი, კარგად მუშაობს, ვიცით, საერთაშორისო მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს აქ ძალიან სერიოზული, დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ამაზე პასუხს გასცემს და პრემიერ-მინისტრიც თვითონ ირაკლი ალასანიაც ყველანი დაინტერესდებიან თუ რატო ისმის ეს კითხვები. მე არ მაქვს ინფორმაცია, ახლა ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის პასუხი იქნება მკითხაობა და მეტი არაფერი.